პაციენტები ხშირად წერენ, ცხიმიანს არ ჭამ, მაგრამ ქოლესტერინი მაინც მაღალი მაქვს. რატომ? ხშირად პრობლემა საერთოდ არა იმაში, რომ ცხიმიანს ჭამ. პრობლემა ისაა, რომ ცილა არ ყოფნის. ბევრმა არ იცის, რომ ცილა ეხმარება ცხიმებს სისხლში გადაადგილებაში. ახლა აგიხსნე მარტივად. ქოლესტერინის სისხლში გადაადგილდება მხოლოდ მაშინ, როცა ის შეკრულია ცილასთან. ასე წარმოიქმნება ლიპოპროტეინები. თუ ცილა საკმარისია, ღვიძლი ქმნის ეგრეთ წოდებულ კარგ ქოლესტერინს, რომელიც სისხლძარღვებს წმენს. მაგრამ თუ ცილა არ ყოფნის, ღვიძლი აკეთებს იმას, რაც შეუძლია და ვიღებთ ეგრეთ წოდებულ ცუდ ქოლესტერინს. და ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ცილების გარეშე ვიტამინები არ მუშაობს. შეიძლება სვამდე მაგნიუმს, B12-ს, ვიტამინ D-ს, მაგრამ ანალიზში მაინც დეფიციტია. რატომ? იმიტომ რომ არ არის ტრანსპორტი. ვიტამინები მგზავრები არიან, ცილა კი ტრანსპორტი. თუ ტრანსპორტი არ არის, მგზავრი ადგილზე რჩება. მერე კი გვიკვირს, რატომ აქვს ქოლესტერინი არეული, რატომ ვერ ვავსებთ დეფიციტებს, ან რატომ ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა და ასე შემდეგ. პასუხი ხშირად მარტივია, შენ უბრალოდ არ ყოფნის ცილა. თუ გინდა გაიგო კონკრეტულად შენ, რატომ გაქვს მაღალი ქოლესტერინი, ღვიძლის გაცხიმოვნება ან ინსულინ რეზისტენტობა, როგორ შეავსო დეფიციტები და იკვებო ჯანსაღად, ჩაიწერე ონლაინ კონსულტაციას. მე ვარ იაკობ გულაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები გაიუმჯობესო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით პირად შეწყობინებაში.